ორი ახალი ამბავი მაქვს. ერთი არის ძალიან ცუდი, ერთი არის ძალიან კარგი და ცუდით დავიწყებ. ცუდი ის არის, რომ ჩემი და მოდუსის თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა და მადლობა ყველაფრისთვის, რაშიც მოდუსი დამეხმარა. და კარგი ის არის, რომ ჩემს სახლს უკვე სახურავი აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა გარეთ წვიმს, ჩემს სახლში არ წვიმს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ დედაჩემი ყოველთვის იმას მეუბნება, რომ როდესაც კარი იკეტება, იხსნება ფანჯარა. და ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს ფანჯარა სხვენში გაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. მე სიახლეები მაქვს. მე ქუთაისობა ქუთაისში გავატარე და ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ეს ყველაფერი. როდის მოვიტან ჰამაკს, გავაბავ ჩემს ეზოში, წამწვევი, წესით უნდა იყოს ზაფხული, მაგრამ აქ უნდა იყოს სიგრილე და გადავშლი ჰარუკი მურაკამის წიგნს და გავაგზავნებ კითხვას, იმიტომ რომ 100 წლის წინ გავჩერდი. ამ ოთახს ჯერჯერობით არ ეშველა, მაგრამ ეს არის ერთადერთი ოთახი, რომელსაც სახურავი დარჩა გადასახარებელი. ანუ თუ წვიმა წამოვა, აქ ჩამოვა. ჯერჯერობით თუნუქიც ყოფნის და მგონია, რომ მეტიც წამოვიღე მოდუსიდან. არა უშავს სხვა რაღაცებშიც გამოვიყენებ. ჩვენ ახალი შენაძენი გვაქვს და სხვათა შორის დიდი ხანია ხარჯს თაღრიცხვა არ ჩაგვიტარებია. მე ვიყიდე მანსარდის ფანჯარა. დიდი ბოდიში არეულობისთვის, მაგრამ ეს არის მანსარდის ფანჯარა. ანუ ფანჯარა, რომელიც იქნება სახურავში, რომ სხვენში შუქი შემოვიდეს და თან გამოვიყენო და გავიხედო ხოლმე. ეს ფანჯარა, ანუ ამის მდებარეობა საერთოდ არ მქონდა კარგად მოფიქრებული. ერთადერთი რაც ვიცოდი, იყო ის, რომ თუ სხვენში რამეს გავაკეთებდი, ფანჯარა იქნებოდა იქ, სადაც ჩადის მზე. ანუ ჩემს სხვენში რო ვიქნები, აი ზუსტად აი აქ იქნება ფანჯარა. რაც ძალიან დებალია, მაგრამ რა გავაკეთო და ჩემი წარმოდგენით აი ესე გაიხსნება ფანჯარა და თავს გავუყოფ და უყურებ მზის ჩასვლას. ასევე ეს ფანჯარა შემოიყვანს აქ შუქს. წინა ეპიზოდებში ხო გითხარით, ყველაფრის ფასს გეტყვით მეთქი ხო და ამას წილად არ მithქვამს აი ამის ფასი. ეს არის მემბრანა, რომელიც არ ვიცი რამდენი დამჭირდა, მაგრამ გადავიხადე დაახლოებით 500 ლარი. ეხლა რო არ ჩავცურდე, სხვა ადგილიდან მოგიყვებით, რისთვის არის მემბრანა საჭირო. ეს აი მთელი ჩემი სხვენი გადაფარებულია ამ მემბრანით. აი ამ გამჭვირვალე რაღაცას რო ხედავთ, ეს არის მემბრანა. მემბრანა გამოიყენება იმისთვის, რომ როდესაც ხის კონსტრუქციას გააკეთებ, ამ ხის კონსტრუქციაზე ასე სიგანეზე ხო უნდა დავამაგროთ ფიცრები გამაგრებისთვის. იმიტომ რომ აქ ფიცრებზე უნდა დავამაგროთ მერე თუნუქი. მემბრანა უნდა გადავაკრათ მთლიანად აქაურობას იმისთვის, რომ არ მოხდეს კონდენსაცია, ანუ როდესაც ცივი და თბილი ჰაერის მასები ერთმანეთს შეეხება, ანუ წყლის წვეთები არ წარმოიქმნას და შიგნიდან არ მქონდეს წვიმა, ანუ მხოლოდ ამ ცივი და ცხელი აირების მოძრაობის შედეგად. ასევე მემბრანა იცავს ერთგვარი თვოიზოლაცია არის, ოღონდ არც ისე ძლიერი, თვოიზოლაციისთვის ქვაბამბას გამოვიყენებ, იმისთვის რომ ზაფხულში ძალიან სიცხე არ იყოს და ზამთარში ძალიან სიცივე. კიდევ დამატებითი არ მახსოვს რა, მაგრამ პაჭაპუჭა რაღაცებისთვის გადავიხადე დაახლოებით 700 ლარი. ანუ გონებაში მაქვს რომ 1200 ლარი დავხარჯეთ აი ასეთ რაღაცებში, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რაში, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანში რა უბრალოდ არ მახსოვს. და დღეს დამატებითად ვიყიდე ამ თუნუქის აი ამის დასამაგრებლად საჭირო პატარა ბოლტები თუ რაც ქვია რა, რომ ხელში ჩავაჭედოთ რა. ეგ ნაგვის პარკები და რაღაცები დაახლოებით 100 ლარამდე დამჭირდა და ლურსმნები ვიყიდე. იმიტომ რომ შიდა სამუშაოებისთვის ძალიან ბევრი ლურსმანი არის საჭირო და ყველაფერი ანუ ლიწინით გადის რა. ამ ჩარჩოში იდეაში გადავიხადე 915 ლარი და დავამატე 200 რაღაც ლარი ჩარჩოსთვის, ანუ ფანჯარა ღირდა 915, 200 რაღაცა ჩარჩო თუ 300 რაღაცა. მოკლედ დაახლოებით 1200 ლარი გადავიხადე ამისთვის, რაც ძალიან ბევრია. მაგრამ ერთი ფანჯარი მექნება მანსარდში და ბარემ იყოს ხო ეგეც კარგი. მოკლედ ძალიან მომითხრა რომ ეს არის სცენარე, რომელსაც შეუძლია რომ ჩირქი ამოიღოს რა ჭრილობიდან. ესე უნდა მოაცალო ეს, ერთი ფენა მოაცალო, დაიდო ჭრილობაზე და ეგ არის რა. მივხვიო და ამოიყვანს ჩირქს ადვილად. ძალიან მაგარია.
იმ დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო და ვესპათი ჩამოვედი აქ და ზუსტად მაგ დღეს ვამაგრებდით სახურავს. ცოტათი ვიწვალეთ ფანჯრის ჩამაგრებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაწილი მოყვა, ძალიან რთული და სამონტაჟებელი იყო. იქ ხის კოჭები ერთმანეთს ედებოდა, იმიტომ რომ ბოლო წამს გადავწყვიტე რომ მან ყოფილიყოს ფანჯარა და მოკლედ ცოტა ვაწვალე ბიჭები. თან არ გადამაღებინა ნიკამ, უბრალოდ კადრიდან უბრალოდ გავიდა და ავისრულეთ ჩემი ერთ-ერთი პატარა ოცნება და ეს სახურავი, ამ სახურავის რაღაც ნაწილი მე თვითონ ჩავამაგრე. ეს ვიდეო რო დავდე ინსტაგრამზე ყველა მომწერა რომ ალინა რა მაგარი ხარო, მაგრამ აი ეგეთი მაგარიც არ ვარ, ანუ რამდენიმე ბოლტი ჩავამაგრე სულ რა. მოკლედ ვესპათი აქ ჩამოსვლა ძალიან კარგი იდეა იყო. დამიწერეთ კომენტარებში რომელი ჩემი მეგობარი იმსახურებს რომ ვესპაზე მოვისვა და აქ ჩამოვიყვანო, იმიტომ რომ ყველას ძალიან უნდა და მე მხოლოდ ერთი უნდა ამოვარჩიო. მოკლედ კედლის გალესვის დროს თურმე ძალიან დიდი ტვინის ჭამა არის რომ კედლის ჩამოყრა უწევს ხელოსანს რა, აი ფასს აძვირებს რა. რადგან მე მყავს ძალიან ღონიერი მეგობრები და მაქვს ძალიან ცოტა ფული, ჩვენ შეგვიძლია რომ კედელი ჩვენით ჩამოვყაროთ სამისთვის დაახლოებით 1 კვირა, მგონი საკმარისი იქნება და ცოტა უფრო შემსუბუქებული საქმე დავუტოვოთ იმ ადამიანს, რომელიც ამ კედლებს გაამაგრებს და გალესავს. თან ადგილებში ახლა აქ არა, მაგრამ ზოგიერთ ადგილას გადაბმებში დაგვჭირდება გახსოვთ კონსტრუქტორმა რა თქვა? ვფიქრობ, ღობის ბადე რო არის ესეთი, ან 4-იანი კატანკას ეძახიან, მაგით გაკეთდება ბადე, რომელიც დუბელებზე დადგება და მაგალითად ამ ბზარს და მე ზევიდან გალესვა. რაც არ იქნება პრობლემა ხა და ამაზე რომ ვლაპარაკობდით ახლა და ნიკა და ის ხელოსნები რომ წავიდნენ, მე ნინის უთხარი რომ რავი, ხა უსაქმური ხარ და მინდი კედელს ჩამოყარ, დაიწყე მეთქი აი ამით რა. თურმე არის ესეთი ხელსაწყო, სხვადასხვა ფოქსი ელენიკოს ბლოგში ვნახე ცხოვრებაში პირველად ისე უბრალოდ გაგონილი მქონდა. თავს ამაგრებ დაახლოებით ესეც, ოღონდ უფრო პატარას და ის თავი ტრიალებს და თან ურტყავს და ანუ უფრო მარტივია დაანგრევა რა. ამის გარკვევა გამორკვევაში რო ვიყავით, მე და ნინი უკვე ამით ვანგრევდით კედელს. ნიკა დაბრუნდა. ოკეი. და ეს პერფერატორი მოგვიტანა, რომელიც დროებით გამოვართვით, იმიტომ რომ ჩვენი გვექნება მალე, მაგრამ ეს ყოფილა პერფერატორი. ახლა განახებს როგორ მუშაობს და ნინი გააგრძელებს ერთი სული აქვს, როდის გააგრძელებს, ახლა ძალით მიიღებს. მაგარია რა. პერფერატორი ყველას უნდა ქონდეს სახლში. წარმოგიდგენთ ვიღაცა შემოგივარდება და როგორია რომ წინააღმდეგობას გაუწევან რა იყვირებ და პერფერატორით რო გამოდიხარ რომ დაგჩეხა. ხუმრობ no violence. სანამ ნინი პერფერატორით იმუშავებს, ნიკამ ტუტორიალებიც ჩაგვიტანა. მე დავალაგებ ჩემს უკანა ეზოს და მე ამის ჩამოყროს ავხიკავდა, როდესაც მოვა ადამიანი რომელიც ამას გალესავს იტყვის. ღმერთო ჩემო გოგოებო, რა მაგრად გიმუშავიათ? დღეს ჩვენი სტუმრის არ შემეშინდა. გაფრთხილებით შემოვიდა და არ შემხვდარვარ. ჯინი. თურმე სურენა ქვია საერთოდ. ეგ თქვენთვის არ მithქვამს, მაგრამ სურენა ქვია. და ჩვენი მეზობლის არის. სურენ, მოგწონს ჩემი სახლი? ძალიან დავიღალე. წავედით. ამ ეპიზოდში თეკლაც მოვიდა სტუმრად. თეკლა ჩვენი სახლის ინტერიერზე მუშაობს, ჩვენ შევთანხმდით რომ ქვედა სართულს გააკეთებდა, მაგრამ წელს დავახვედრეთ საჩუქრად და სხვენიც გქონდა და სხვენი ჩენი გასაკეთებელია. რა თქმა უნდა. მე ვგიჟდები ზოგადად სივრცეებზე, რომელიც ეწყობა სხვენში და ანუ შესაბამისად ერთი სული მაქვს მართლა როდის დავიწყებ და როდის მივიყვანთ ბოლომდე ყველაფერს. თეკლა მილანში სწავლობდა. და ჩავაკითხე შარშან ამ დროს. და თეკლა ახლა მუშაობს თავისი საიტის რებრენდინგზე, სადაც მისი ნამუშევრები იქნება ატვირთული. შეიძლება მანახოთ ეხარა პროექტიც დაამთავრე მაგის რეფერენსები, მაგის ისინი სურათები? კი, რა პრობლემაა? აუ, ერთ ფსიქოლოგ გოგოს ისეთი სახლი გავუკეთა. I don't know, მეც ფსიქოლოგი ვარ. მეც ეგეთი. ძალიან კარგი გავუკეთა. მოიცა, ეხა წერდი. აუ, ძალიან ცუდია. ხო, და ახლა ვზომავთ სხვენ. სახლი აზომილია ყველაფერი და ახლა სხვენის ჯერია, თეკლას დაუმატერა სამუშაო და უმკლავდება. რა შეიძლება უმკლავდებით. ამას მიედოს თუ უფრო ზევით? ხო, მაგას. აუჩ. დღეს პერფერატორს ვიყიდით, აი ნახოთ.
წინაზე დავიწყეთ მე და პაჭკორია, კედლის დანგრევა რა. ძალიან ცუდი დღე მქონდა. მაგ დღეს დავიმშვიდობე მოდულს. და ქოლის მერე სახში შემოვედი და მეთქი პერფერატორი მომენტით და ნიკა მოიტანა პერფერატორი და დავერიე ამ კედლებს თლიანად ავახიეს სახე და ახლა მეორე პერფერატორს მოვიტან რომ მე და საშამ ერთმანეთის პარალელურად ვიმუშაოთ. კოლონებს შორის მინდა რომ გამოსვლა რა. აბა კოლონა ეს არის ეს და ეს. ესე აქედან იყოს? თუ აქედან? კი. ლაზერი რა საჭიროა, როდესაც მექანიკური მუშაობა არსებობს. გაეშვით მოდერნ გაჯეტებს. მოდერნ გაჯეტებს. მერტო დრონი იყოს დაშვებული მოდერნ გაჯეტებიდან. 2 და 67 და იყიდა. აჰა. 2 და 67. პრობლემა. 1 და 40. Movie night წარმომიდგენია აქ და აი სუშის როჭამ რა. აუ მოხვა? აუ აქ ძალიან მაგარს გაგიკეთებ მართლა. იმიტომ რომ წარმოგდგენილი მაგარია რა და თუ რამე ლეიბსაც დააგდებ. აუ მე მგონი შევთანხმდით. დილ. მოკლედ ეს იყოს ფილმის სივრცე. საჩილაო სივრცე. კი, სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ მოვიფიქრე და ძალიან მიხარია. ძალიან კაი იქნება მართლა. ერთი სული მაქვს გაკეთდეს რომ მე დამიყოვა ხოლმე. კი, შენი ოთახი იქნება აი ის. მოვდივარ, ანუ არ არის დიდი. აქეთ არის სამზარეულო, ანუ საერთოდ არ არის დიდიც რა. და გაიარე მთელი სახლი, მანანა, იქნება არ მინდა რომ ნახო. რა მინდა, ნახი, აქ ის რა. სააბაზე. გაკოცეთ. კარგად. თქვენი სახლიც არის ეს უკაცრავად? ცდილობ რომ ამ სახლის მთლიანად შეცვლა დამიჯდეს იმაზე ნაკლები ვიდრე ეს სახლი ღირდა. ამიტომ ჩავიბინე აქვე მაღაზიაში და ეს პერფერატორი მირჩიეს. იმ კაცმა კი მითხრა რომ მხოლოდ TikTok-ზე გიყურებო, მაგრამ თუ ამ ვიდეოს YouTube-ზეც უყურებთ, ძალიან დიდი მადლობა ფასაკლება გამიკეთეს და ძალიან გამიხარდა. ყოველთვის როდესაც რამე ხელს აწყო, ან ნებისმიერი ნივთი მომეწონება, მინდა რომ მეც მქონდეს ხოლმე რა იცი რაში გამომადგება. აი ზომბი აპოკალიფსი რო დაიწყოს, ამით გავეკიდები ზომბებს. ეს თავით მაჩუქეს სხვათა შორის. ახლა თუ არის აქ ვინმე და დიდი ალბათობით იქნება, ვინც არ იცის რა არის პერფერატორი, ეს არის ჩემი სიტყვებით ავხსნი. საკმაოდ მძიმე ხელსაწყო, მძიმე შგულისხმობრო, მძიმე სამუშაოს ასრულებს, რომელსაც უმაგრდება აი ასეთი სხვადასხვა ზომის პირი და კედელს ანგრევს რა. შეიძლება სხვა რაღაცაშიც იყენებენ, მაგრამ მე კედლის დასანგრევად დამჭირდება. საკმაოდ ბევრი ღილაკი აქვს, მაგრამ ჯერჯერობითაც ვჭირდება არის რომ ეს პირი ასე უბრალოდ ჩავსვა. და ანუ ასეთი მოძრაობით ურტყავს ეს კედელს რა და ილეწება, ოღონდ ანუ სიგიჟია, ძალიან მაგარია. ძალიან გიჟია. ყურსასმენი უნდა წამომეღო. პარტია მეგობრების წავიდა და მოვიდა მეორე საკმაოდ ძიმე არტილერია აფცო. აფცო, რომელსაც აქ პირველი დღე დახმარების. რა გზნობა არის შენ მეგობარს ყველა რო ეხმარება დედამიწაზე და ყველა გულშემატკივრობს და შენ არც გვიკომენტარებ ვიდეოზე. სამაგიეროდ ყველა ვიდეო ნანახი და ვიცი რომ უნდა მომცეთ ახლა ხელთათმანი რომელიღაცა ფერი. კაი, პირველ რიგში რადგან თქვენ ხართ საკვების უსაფრთხოების სტანდარტის აუდიტორი, სურსათის, აქ ვერ შევჭამთ ცხადია, ხოსისულელი იქნება, ამიტომ ჩვენ უსაფრთხოებას დავიცავთ, მოგეთ, თქვენ უსაფრთხოებას. აირჩიეთ სათვალე, ორივე არის 3 ლარი რო აწერია. არც ერთი არ მჭირდება მგონია, რა მჭირდება მაშინ ეს. ჯერ უნდა ნგრევა უნდა უცადოთ საყვარელო. ეს იყო. კი ბატონო, გაიკეთეთ, იმიტომ რომ უნებლობა, მაგრამ ეს მგონი საცურაო სათვალეა. არა, გაიკეთეთ, თავარია თვალში არაფერი მოხდეს და moment of truth. თქვენი აზრით,
დაასტოპეთ ვიდეო და დაფიქრდით ან დააკომენტარეთ. ნინი აფციაური, რომელ ხელთათმას იმსახურებს? სტაფილოსფერს თუ ლურჯს? აქვე შეგახსენებთ და მე ჯერ აღარ შეგახსენებთ და ნამდვილად საცურავა. რომ სტაფილოსფერი ბარემ იმას მოგცემის რომ ვიპოვე. საცურავი ის რომ არის. გვარი რომ ვიპოვე. სტაფილოსფერი ხელთათმანი არის დამწყებებისთვის და ლურჯი ხელთათმანი არის პროფესიონალებისთვის და ოქროსფერი ხელთათმანი რომელიც ჯერ არ გვაქვს შეგიძლიათ შეგვიდგაროთ არის საშასთვის. ახლავე. ნინი თქვენ დახუჭეთ თვალები. ვიცი ხარ რა ფერი. მომწონს რომ ჩემ დიდ მეგობრებს ვიღადავენ. ვიცი რა ფერი არის. ინებეთ. რა თქმა უნდა, სხვას არ წველოდი პირველად ვაკეთებ. ახლა როგორც გითხარი, რა პრობლემაა? მე სტაფილოსფერით ვმუშაობ. საშაიდე. ოკეი. გავხსნი და მე დამვიწყოთ. ეხლა რაღაცნაირად მინდა რომ ვიდეოს ბოლოს დამიწეროთ 10-დან რამდენით უთხარი და იქნება. ვიდეოს ბოლოს კომენტარებში დამიწერეთ რამდენით მახსოვს. ვარა მე ვიდება საშაშის მე როგორ ვიკადრო. აი იცი რა არის ამ ვიდეოში ბევრი რაღაც იქნება, მაგრამ მე რო არ დაგავიწყდეთ ბოლოში ახლავე დაწერეთ ან რომ მორჩება მუშაობას. აფსოს რამდენი ქულით შეაფასებთ რა. შენ თუ გონია რომ მარტო შენზეა ვიდეო ძალიან ცდები საყვარელი. ვიცი ბოლოში სადღაც მივაჭეჭყავ. ეხლა ზუსტად ვიცი რომ გავიქნებ სადღაც. ეს პერფერატორი ღირდა რაღაც 300 ლარი და მაღაზიაში ერთმა კაცმა მითხრა რომ გიყურებო. რა კარგი ამას რო ყიდულობო ჩაქუჩით აღარ გააგრძელებ მუშაობასო და 50 ლარი დამიკლო და პირი მაჩუქა. It's cute. ესე შეერთებ. პირობითად აი ამ ფენას, გაჯის აი ამ ფენას, ეს უკვე ბლოკია. ესეც ბლოკია. აცლი, აი ასე. აბა ნუ ჯერსპანეს ახევ რა. მე მაქვს იდეა, საშა. მე გადაგიღებ. მართლა, არ მაქვს პრობლემა. ეს უნდა ცადო. აჯა! არა ეს მართლა მაგარია ნერვები რო გექნება მოშლილი მოხვალ და დაანგრევა ამოდი, გადმოაბიჯე. ყოჩა. აფცომ გაიკეთა. აი, სად დგამ და სად არ დგამ? არა, ყველგან დგამ. სკილად ურსმენ. აი ამას ავარტყითავი. იმიტომ რომ დებილ ხის მოსს ვიღებდი. Don't try this at home. ეს არის ჩემი იანუში, ის ოთახი რა. ჭერი რა ჩამოვარდა. ოღონდ აი პატარა ოთახი. აუ, გიჟები არის. ერთ-ერთი. აი მართლა უნდა ყველა გიყურებდეს ლინა. აი ეს გადაიღე აქ რა ხდება? გადავიღე. თან ეშინია. მან დუსაფრთხოდ ხარაბთო. ეს ახლა ვაიმე რომ მე რო დავალაგე იქისვრით. ორი.
It almost killed me like it almost like killed me. ფატალურად რა ბედნიერია. It almost killed me. It almost. Baram elai. და აუნეტა ვინმე მე მიღებდეს მე როგორი ვდგავა. მე ნახე. იმენა ჩემი სიცოცხლე. ამ ერთ ხეზე კიდია. და როგორ უნდა ჩავედი მართლა ვერ ვხვდები მე უბრალოდ მოვყვები რა მაგრად მეშინია სიმაღლის და მე ვარ ფარღალალა ჭერში ვერაფერი ვერ თქვი მაგრამ მივხვდი აუ რა ლამაზი ხედია ლინა ნახე კი ძალიან და შუქი რა კარგად შემოდის ახლა თქვენთან იცი ავიღალე წავიდა ჰე მე გადაყარე აღარ შემიძლია ყოა გასრულდა ასე ამბავი საკმაოდ დატვირთული დღეები გამოვიარეთ და ვლოგიც საკმაოდ დატვირთული იყო და საინტერესო ჩემი აზრით. თავარია რომ წყალი არ ჩამოდის სახლში და სხვა ყველაფერი ჩაივლის, ყველაფერს გავაკეთებთ. ნუ ხელოსნებას მითხრეს რომ ლინა აბა რა გეგონა შუა მარტში თუ აპრილში რო გვაწყებინებდი სახურავს რა იქნებოდაო და პასუხისმგებლობას თლიანად ჩემ თავზე ვიღებ. მართლა მიიყვნენ, მაგრამ მე არ ვიცი რა ეგეთ ბუნება მაქვს. ბუნება რა ანუ ეგეთი ცუდი თვისება მაქვს რომ რაღაცას გაკეთება თუ მინდა მართლა შეიძლება რომ ქარბორბალაში დავიწყო და მე რა კი ვინ ანუ მაგრამ ჩემი გავისწორო ამიტომ ნაწილობრივ ყოფილი ვარ იმით რომ ისე გავაკეთე როგორც მინდოდა და დღეების განმავლობაში ვანგრევდით კედლებს სამწუხაროდ ლესო არ ვიცით თორე ჩვენითაც გავლესავდით ლინაკოს YouTube არხს უკვე 35000-მდე გამომწერი ყავს რაც ძალიან ბევრია საშამ თქვა ჩამოწერეთ კომენტარებში რომელ კომპანიებთან გავაგზავნოთ ოფერებიო და აბა თქვენი იმედი გვაქვს იდეები მოგვეცით და აფსოსთვის ქულის დაწერა არ დაგეზაროთ არ დაგავიწყდეთ და ჩემი სხვენის პანჯარა ხო მოგწონთ ახლა დაგისვამთ კითხვას ძირითადად ამ საკითხში გარკვეულ ადამიანებს რითი დავფარო მანსარდის ინტერიერი. ოღონდ მართლა გაკითხებით, ახლა განა კომენტარებს ვაგროვებ და რაცა. თან დიდი ხანი არ მომიწევს ამის გაკეთება, ამიტომ დრო მაქვს მოსაფიქრებლად. გიფსოკარდონით თუ ხით? გავითვალისწინოთ ის, რომ გიფსოკარდონი უფრო იაფია, ხე უფრო ძვირია, ხე უფრო ლამაზია, მაგრამ გიფსოკარდონი ერთიანია. ვიღაცა მითხრა, რომ გიფსოკარდონს ცუდი გავლენა აქვს, ნუ ჯანმრთელობისთვის თუ რაღაც და ხე უკეთესია და ნუ მითხარით თქვენას იზავდით. ოღონდ აი გალაკული ხე და რაღაცები არ მიყვარს რა. მე მიყვარს აი ჩილ ყუდრო რაღაცა რა. ეს უნდა დაიფაროს. რითი დავფარო თქვენ გადაწყვეტეთ. დიახ, მე შევძელი მეგობრებო, აქ აღარა მოვალ. სანამ არ გაკეთდება.